მოგესალმებით G-Sport-ის გამომწერებო. დღეს ვიმყოფებით საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების დაპირისპირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ვერ მოახერხა გამარჯვება. დღეს უკვე საქართველოს ნაკრებს უბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია, ის სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს თამაშს და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ანგარიშით შეუძლებთ ბაჰრეინის დამარცხებას. როგორც იცით, ორი დღის წინ საქართველოს ნაკრების, ასევე ზესტაფონისა და დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი ჯაბად ვალი გარდაიცვალა და G-Sport-ის სახელით მინდა მიუსამძიმრო მის ოჯახს. ასევე დღეს, როგორც ვიცი, წითელი დუმილით გაიხსნება მატჩი და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. თქვენ კი თუ მოგეწონათ ჩვენი არხი, გამოიწერეთ YouTube-ზე და ასევე გამოვყევით გვერდზე. National team of Georgia, Georgi Kochorashvili. Number 7, Bundesliga-Kapitän Ხვიჩა. ჯაბად ვალის ხსოვნას. სრულდა მატჩის პირველი ნახევარი. არ ყოფილა ბევრი მომენტი პირველ ტაიმში. რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, მაგრამ ზუსტი დარტყმა პირველ ტაიმში ვერ მოახერხეთ კარისკენ. ყველაზე აქტიური მაინც ალბათ კიდეიშვილი და ქოჩორაშვილი იყვნენ ამ მატჩში. ხვიჩაც აქტიურობდა, მაგრამ ჯერჯერობით გოლის გატანა ვერ მოახერხეთ. იმედია, რომ მეორე ტაიმში გამოვასწორებთ თამაშს. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ მატჩში გამარჯვება. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დაახლოებით 5 წუთში გავიტანეთ გოლი. გულოჩაშვილმა გაიტანა საქართველოს ნაკრებიდან პირველი გოლი და იმედია არ იქნება ეს უკანასკნელი. დაბლიდან თამაშობს, მაგ დროს გოლის გატანა კარგი იქნებოდა, გოლი მატჩის დასაწყისში რო შეგვეძლო, გაიხსნებოდა თამაში და მოვახერხებდით ბევრი გოლის გატანას, მაგრამ ხდება ხოლმე დღევანდელ ფეხბურთში დიდ გუნდებსაც უჭირთ, როდესაც დაბლიდან ეთამაშებიან ძალიან დიდ გუნდებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც ძლიერი ნაკრები ვართ და უბრალოდ თავადაც იყო ყველაზე მეტად რაც მომეწონა პირველ ტაიმის მერე შევინარჩუნეთ მოთმინება, არ ავყევით, ქაოსი არ იყო, იქიდან გამომდინარე 0-0 იყო. წყნარად ჩვიდად გავაგრძელეთ, შევაგდეთ და მეტი შეიძლებოდა კი გეთანხმებით, მეტი სულსაც ვტოვებდა თამაში, მაგრამ არ აუშავს რა, თავარი გავიმარჯვეთ და კამისრალად შევინახეთ. დადებითი მხარეები ის იყო, რომ კიდევ უფრო შევთამაშეთ, კიდევ უფრო ვალაგებთ ახალ თამაშს. კარგად ვართ შეკრებაზეც, ყველანი ერთიანები ვართ, ყველანი სულ ერთად ვართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ სექტემბრისთვის დად ვართ
კარგად დავასრულეთ ეს შეკრებაც გამარჯვებით. რუმინეთთან შეგვეძლო გამარჯვება უბრალოდ ერთი უყურადღებობის გამო შეგვიძლია ეს გოლი, მაგრამ არ აუშავს. ამხარაგური მატჩი იყო, მთავარია სექტემბერში ვიყოთ 100%-ით მობილიზირებული. ხარისხი ანუ არ არის ადვილი, როცა გუნდი ჩამჯდარი გეთამაშება, ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშებს, მოროკომაც ძალიან ძლიერი გუნდია, მსოფლიო ჩემპიონატის გუნდია და ბოლო წუთებზე გაუტანეს გოლი, ასევე იაპონიამაც. და ვფიქრობ, ძნელია, როდესაც გუნდი ესე გიждდება, თელ თამაშს აკონტროლებს, ცდილობ რომ ითამაშო, ვფიქრობ, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში უფრო დაიღალნენ და უფრო მეტი შანსებით შევქმნით და ასე ვთქვათ, პირველ გოლამდე იყო თამაში, როდესაც ინიციატივა უკვე ჩვენ მხარეს იყო და უკანაც ვფიქრობ, ძალიან ცოტა მომენტი ქონათ, სტაბილურად ვიყავით და ვფიქრობ, რომ მაინც დადებითად შევაფასებდი, რადგან მოვიგეთ და როდესაც გუნდი ასე დაბლა თამაშობს, ასე ვთქვათ, ესეთი გარდამტეხი გოლი გჭირდება, რომ უკვე გაიხსნან და უფრო მეტი მომენტი შექმნა, როგორც იყო ასე. კი, რა თქმა უნდა, სექტემბრის თამაშები მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია, რომ პოზიტიურ განწყობას დავასრულეთ ეს სამხანაგური თამაშები და იყო ძალიან ბევრი პოზიტიური რამ, რადგან მაღალ პრესინგს თამაშობთ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში, მათი შეტევის დაწყებიდან ვცდილობთ, რომ ზევით მიგვეხჭო. რა თქმა უნდა, იყო მომენტები ძალიან კარგად გამოვიდა, იყო მომენტები, სადაც მეტი შეგვეძლო და ასე ვთქვათ, ბურთითაც ვცადეთ რაღაც მონახაზები და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ რაღაც ჩვენი მომენტები შევქმნით, ჩვენი პოზიტიური მხარე დავიჭერთ და მაგრამ ეს რა თქმა უნდა კმაყოფილებას არ იწვევს და უფრო მოსამართებელი გვაქვს, რადგან სექტემბერში უფრო რთული მეტოქეები გველოდებია. დასრულდა მატჩი საქართველოს ნაკრებსა და ბაჰრეინის შორის ანგარიშით 2-0. ხვიჩა კვარაცხელიამ და ლუკა ლოჩოშვილმა შეძლეს გოლების გატანა. ამით სრულდება საქართველოს ნაკრების შეკრება. საქართველოს ნაკრები უკვე სექტემბერში დაბრუნდება. პირველი თამაში უმაყურებლად ჩაივლის, რადგან საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირების დროს მოედანზე შეჭრილი ბავშვების გამო FIFA-მ დისკვალიფიკაცია მისცა საქართველოს ნაკრებს და პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები გამართავს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ. მადლობა ყურადღებისთვის. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი.